მოსწავლეებს არასრულ წრონის ტელეფონზე წვდომა უნდა ჰქონდეთ. მოდით ვიდებატოთ. გიო შოთას წინააღმდეგ. ნახოთ, ვინ გაიმარჯვებს დღევანდელ დებატებში. გთხოვთ აირჩიოთ თქვენი პოზიცია. ვეთანხმები. არ ვეთანხმები. არგუმენტების მოსაფიქრებლად 2 წუთი გაქვთ. მე დაგტოვებთ. პირველი რაუნდი. მოვისმინოთ გიოს არგუმენტი. გიო, შენ ამისთვის მხოლოდ 15 წამი გაქვს. მოზარდები ონლაინ და სოციალურ ქსელებში ბევრ უარყოფით რამეს აწყდებიან. ხშირად მათი უსაფრთხოება შეიძლება დადგეს საფრთხის ქვეშ. ამ დროს თუ მშობელს ტელეფონზე წვდომა აქვს, მარტივად მოახერხებს ამ საფრთხის ამოცნობას და ბავშვის დაცვას, თუნდაც ეს შვილისთვის გამაღიზიანებელი იყოს. შოთა, ახლა შენი კონტრარგუმენტის ჯერია. ამისთვის მხოლოდ 14 წამი გაქვს. თუ მოზარდს მობილურში რამის დამალვა უნდა, ამის გზას მაინც იპოვის. იმის მაგივრად რომ მშობელმა აკონტროლოს შვილი, უნდა ასწავლოს როგორ დაიცვას საკუთარი კიბერუსაფრთხოება. მეორე რაუნდი. მოვისმინოთ შოთას არგუმენტი. თინეიჯერებს უნდა გააჩნდეთ პირადი სივრცე, რომელსაც არავინ დაურღვევთ. ტელეფონში ინახება დიდი რაოდენობით პირადი ინფორმაცია, მინაწერები, ზარები, ნოუთები და სხვა. თუ რამე ისეთი ხდება, რაც მშობელმა უნდა იცოდეს, ეს შვილმა უნდა გაუზიაროს, იმიტომ რომ ედობა და არა იმიტომ რომ იძულებულია. გიო, ახლა შენი კონტრარგუმენტის დროა. ზოგჯერ პირადი სივრცის დარღვევა საჭიროა ადამიანის დასაცავად. შეიძლება გამაღიზიანებელია, როცა შემშობლებს შენი ლოკაცია აქვთ, ჩუმად ვერ საწახვალ ყოველ წამს ხედავენ, მაგრამ ამან შეიძლება დიდ საფრთხეს გადაგარჩინოს. უკვე ორივე მოდებატის არგუმენტი მოისმინე. გამარჯვებული შენ უნდა გამოავლინო. კომენტარებში დაგვიწერე იმ მოდებატის სახელი, რომელმაც შენი აზრით გაიმარჯვა.